სალამი ყველას, გამარჯობა დათო, გამარჯობა კოკი. კოკი ფერაძე ყავს დღეს სტუმრად და აწავართებ დათოს ამ პრივილეგიას. დათო ჯაფარიძე არის თავმჯდომარე ჩვენი საისტორიო კლუბის, მას მიყავს ხოლმე ეს ყველაფერი და დათო წარადგინე კოკი და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი თემა რა. მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ დღეს გვექნება დღეს და კიდევ სხვა დღეებში ძალიან საინტერესო თემებზე საუბარი. ეს შეეხება ქართველ მამლუქებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთის ქვეყნებში იყვნენ და ბევრი მათგანი იყო ამ ქვეყნების სათავეში და ბევრი ისეთ საინტერესო საქმიანობაც აქვს გაწეული მათ და კავშირებიც არის მათი საქართველოსთან. ეს იყო ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება. 3 საუკუნის განმავლობაში გაუთავებლად მიდიოდა ტყვეთა სყიდვა. გაყავდათ ბავშვები, ქალები, ვაჟები, პატარებიც და უფრო მოზრდილებიც, რომლებიც მერე სხვადასხვა ამ ქვეყნების სათავეში მოექცნენ და განსაკუთრებით ბევრი იყვნენ მერე უკვე ოსმალეთის იმპერიის საფაშოებში ეს ქართველი მამლუქები. ამ თემებზე უკვე საუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კოკი ფერაძე, რომელიც უკვე ბევრი წელი ამაზე მუშაობს ამ საკითხებზე და ძალიან საინტერესო მასალები გააჩნია. თხოვთ კოკი. დიდი მადლობა თორნიკე დათო წარდგენისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენ მსმენელთან იმ ამბების მოყოლა, რომელსაც ავიც უკვე თითქმის ალბათ 30 წელია ვიკვლევ და 2019 წელს პროფესორ გოჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დისერტაციას დავწერე ამ ქართველი მამლუქების შესახებ. ჩემი ძირითადი ინტერესი და ასე ვთქვათ ფოკუსი იყო ალჟირის, ტუნისისა და ლიბიის საფაშოებში მე-18-მე-19 საუკუნეში ჩაყვანილი ან თავისი ნებით ჩასული ქართველების ამბების წარმოჩენა, თუმცა ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებული კვლევის და ინტერესის საგანი არის ასევე ეგვიპტის ოსმალურ საფაშოში ყოფი ქართველების ამბები და მათი ბედის გამოკვლევა, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა რა და დათო შეკითხვებით წაუბართო ჩვენი უთრობა თუ კოკი რას აპირებ? აი დღეს ჩვენ აი ტყუა ნაწილ მოგვიწევს ამაზე საუბარი და დღევანდელი თემა ძირითადად რა იქნება? ხო, აი სულ მაქვს ხოლმე იმის ინტერესი, რომ რაღაცა ხელშესახები აღმოვაჩინო მამლუქების, მათი კავშირები ჩვენს საქართველოსთან, თავიანთ სამშობლოსთან და ვინც ეს თემა ასე თუ ისე იცის პოპულარული ლიტერატურიდან, ფილმებიდან, ასე შემდეგ, ყველა მიცის, რომ მათ რაღაცეებს ეს ქართველი მამლუქები რაღაცა წერილებს და რაღაცეებს აგზავნიდნენ საქართველოში. ეხლა ერთი მომენტი მეც ესე ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია იყო საკმარისი, მაგრამ ამას წინას დავინტერესდი, რომ კონკრეტულად რომ რამდენი წერილია, რა წერილებია და რა წერია ამ წერილებში, იმიტომ რომ ნაწილობრივ რაღაცეები გამოიცა, თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა გამოცემული არ არის, არც გაშიფრული არ ყოფილა ბოლომდე ეს წერილები და ამიტომაც ჯერთ ვიზუალურად მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა და მეორეც ერთი უბრალოდ საინტერესო არის ისტორიისთვისაც რას იწორებოდნენ ეს ადამიანები, რა აწუხებდათ მათ, ანუ რატო აგზავნიდნენ წერილებს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წერილი იქნებოდა, მაგრამ რაც შემოგჩა არის სულ 4-5 წერილი. ერთი წერილი თქვენ წინა გადაცემაში უკვე განიხილეთ დაუთ-ფაშა ერაყის მმართველმა, რომელსაც საკუთარ დედა მარიამს გამოგზავნა წერილი და თხოვდა რომ ის მასთან სტუმრად ჩასულიყო, დედა მერე უკვე უარი შეუთვალა და ეს წერილი ესე უპასუხოდ დარჩა, ასე ვთქვათ. და კიდევ 4 წერილი, რომელიც ეგვიპტელი მამლუქების მიერ არის მოწერილი, აქედან 2 წერილი არის რუსეთის ცენტრალურ არქივში. ისინი 1967 წელს ვალერიან მაჭარაძე იყო ესეთი ძალიან კარგი მკვლევარი და მან გამოაქვეყნა და კიდევ 2 წერილი არის საქართველოში. ერთი არის ცენტრალური ისტორიის საარქივო ფონდებში, მეორე კი ხელნაწერთა ინსტიტუტში და აი ამ წერილებზე მინდა რომ ასე ვთქვათ, მოკლედ მოგიყვეთ. აი მე ახლა ვიზუალურად წარმოდგენა გქონდეს, აი რაზე ლაპარაკობს კოკი, ნახეთ, ეს არის ერთი ესეთი სახე აქვს მეორეს. მე
მოყოლის მიხედვით ალბათ თვითონ კოკიც გვიკარნახებს რომელი ჯობია რომ ვაჩვენოთ ხოლმე და თქვენ აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს ეხლა რომელიც გამოტანილია ეგ არის სანამ ამ წერილებზე ვილაპარაკებ ორი სიტყვით ასევე ვიტყვი რომ ეგვიპტეში მე-18 საუკუნეში განსაკუთრებით მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შეინიშნება ძალიან ბევრი წარმატებული ქართველის არსებობა და ყოფნა. ამაზე შთაბეჭდილებას გვიქმნის რამდენიმე მოგზაური ასევე ერეკლე მეორის მიერ გაგზავნილი დესპანი რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა და იმან სიები შექმნა საერთოდ მამლუქების აი მიახლოებით წარმოდგენა რომ შევიქნათ 18 მართველი ბეი იყო ბეი ერქვა ეგვიპტის ერთ-ერთი პროვინციის გამგებელს ანუ რეალურად აი მინისტრთა საბჭოსავით იყო ეს ბეები რომლებიც 18 იყვნენ 18-დან 12 იყო ქართველი 6-დან დანარჩენი 6-დან იყო ჩეჩენი რუსი მოლდოველი ზოგს აბაზა უწერია ამიტომ ესე თლათ ქართველი საინტერესო მომენტია კოკი ჯერ ესეთი ორი კითხვა გამიშთა ერთი ეს ყველა ეს 12 ყველა მოტაცებულის ბედით არის ჩასული თავისნებით ჩასული ხო არ არის ვინმე და მეორე კიდე რაც ჩამოთვალე სულ ყველა არის საიდანაც მოსული იქ ადგილობრივი ვერ ხარობდა ასე ვთქვათ ამაზე და რატო ხო ყველა მათგანი არის მოტაცებული ანუ რამდენადაც შეიძლება თქვათ რომ აი მათი ეგვიპტეში ჩასვლის მომენტი დაფიქსირდეს ყველაზე ცნობილია რომ რაღაცნაირად რაღაცა ხერხით იყვნენ საქართველოსთან გაყვანილი ხა ყველაზე ცნობილი არ არის ვინ იყვნენ და რა ადგილიდან იყვნენ რა გვარები იყვნენ აი რაღაცა ამ კონკრეტული მომენტისთვის ხო აი მე-18 საუკუნის მიწურულს ვიღაცების გვარებიც კი ვიცით ქართველების სახელების და გვარებიც და წარმომავლობის ადგილები მეორე კითხვას რაც შეეხება აქ იყო ესეთი სრული ასე ვთქვათ მაფია იყო შეგვიძლია ვთქვათ აი კავკასიურ ქართული მაფია იყო რა ისინი სხვას არავის არ აკარებდნენ ამ ძალაუფლების სადავეებს იმიტომ რომ ეგვიპტე წარმოიდგინეთ ყოველთვის ძალიან მდიდარი ქვეყანა იყო მით უმეტეს იმ პერიოდში ხო აი აქ იწარმოებოდა ოქრო უამრავი ეს რა ქვია ხორბალი და ასე შემდეგ ანუ ისეთი საიმპორტოდ საექსპორტოდ გაქონდათ უბრალოდ ნედლეული და ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა ეგვიპტეს ან მდიდარი ქვეყანით ითვლებოდა ამიტომ ამ სიმდიდრეზე ვთქვათ ის ექსკლუზივის მოპოვებას რა თქმა უნდა ისინი სხვას არ დაუთმობდნენ ესენი იყვნენ შეიარაღებული ადამიანები რომლებიც ბავშვობიდანვე იზრდებოდნენ მებრძოლებად ეს ტრადიცია მე მგონი სალადინმა დაამკვიდრა მან შექმნა ეს შენერთები ხო მამლუქების კი ბატონო ეს ხო აი ეგ გაცილებით ვთქვათ რომ მე-13 საუკუნეში მე-12 მე-13 მე-14 საუკუნეში ესე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა იმ პერიოდში ძირითადად იყვნენ თქვათ აი ჩერქეზი მამლუქების მთელი დინასტიები არსებობდა, თუმცა ქართველებიც არიან არაერთი ამ პერიოდში მე-13 მე-14 საუკუნეში და საერთოდ მე-13 საუკუნეში მოყოლებული ქართველები ხშირად არიან. უბრალოდ ჩერქეზები გაცილებით უფრო მეტნი იყვნენ იმ პერიოდში. ქართველების ეს მასიურად შეყვანა უკვე დაიწყო შეგვიძლია ვთქვათ მე-17 საუკუნიდან მე-18 საუკუნეში საერთოდ პიკს მიაღწია აი ლეკიანობის გამო. აი ლეკიანობა ასე ვთქვათ წალეკვარორი სიტყვა ხო აი ეგ მოხდა ქართლში და კახეთში. აი ყველა და ყველაფერი მიყავდათ. კი რატომღაც ესეთი ობივატელური შთაბეჭდილება მაქვს მე ხა ლეკიანობა ახსენე და უცბად მივხვდი რომ მაინდამაინც სწორედ არ ვიცოდი. რატომღაც მეგონა რომ დასავლეთ საქართველოსდან იყო ასე ვთქვათ ეს მიწოდების წყარო და იქაურები უფრო დასაიმერლები, მეგრელები დებდნენ და ლეკიანობა აქეთ არის უფრო აღმოსავლეთით და როგორ იყო ეგ? ხო, აი სამეცნიერო ლიტერატურაში ეგ არის ცნობილი, რომ დასავლეთ საქართველოში აი უფრო მებატონეები და ყაჩაღები და ავაზაკები, უფრო ადგილობრივი საზოგადოების წევრები, ხო, შეიძლება ეს იყოს რაღაც ტიტულოვანი ადამიანი, თავადი, აზნაური, სამღვდელოც. მან თვითონ გლეხიც ერთმანეთს იტაცებდნენ, თქვა, ბავშვებს, ერთმანეთს იტაცებდნენ და ყიდნენ. ოსმალები ამათ ელოდებოდნენ სხვადასხვა პორტებში, აი ანაკლია, ყულევი, კი ბატონო ქობულეთი, აი მთელი ეს შავი ზღვის სანაპირო გადაქცეული იყო, აი სავაჭრო პატარ-პატარა იმეებად რა, დუქნები იდგებოდა სეზონურად, შემოდიოდნენ გემები და გაყავდათ ეს ბავშვები.
აღმოსავლეთ საქართველოში თქვა და ესე თავადაზნაურობას და აი იმას რა ქვია დაწინაურებულ იმებს რა ქვია არისტოკრატიას ფენებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა და ეთყობა არც დიდად სურვილი არ ქონდათ რომ ეს ბავშვები გაეყიდათ იყო ეგ შემთხვევებიც მაგრამ ისე მასიურად არა როგორც დასავლეთში წყარო აი აღმოსავლეთ საქართველოსიდან ბავშვების გაყვანის იყო ლეკები, ჭარელები და ოსების შემოსევები და რა თქმა უნდა რა ქვია ირანელების, ოსმალების ესეთი შემოსევები, მაგრამ ლეკები იყვნენ ყველაზე მეტად. აი მაგალითად ხო ზედაზნის ციხედ ჩვენ რო დღეს რაღაცა მოგწონს და ესე ჩაავლით და ასე შემდეგ. ზედაზენი იყო მთელი რამდენი საუკუნის განმავლობაში ლეკების ხელში იყო და იქ 600 კაციანი ჯარი მუდმივად ყავდათ სამშვილდეში კიდე რაღაც რამდენიმე ციხეში აი ქართლში გამაგრებული იყვნენ ლეკები იტაცებდნენ მიყავდათ იქ და ის გამანაწილებელი პუნქტივით იყო. მე გადაყავდათ უკვე ახალციხეში და ახალციხიდან უკვე გზებით აი ყარსი, ართვინი, ასე შემდეგ აი გადაყავდათ ტრაპიზონისკენ და სტამბულში მიყავდათ. გოგი ერთ-ერთია რომ სტამბულში არ ყიდნენ და არ ჩამოყავდათ და მიყავდათ პირდაპირ ეგვიპტეში ვიღაცები. გოგი ერთი კითხვა მაქვს თუ ცნობილია რომ საკმაოდ ეს აი ქართველები და ეს კავკასიელები უფრო ძვირად ფასობდნენ ვიდრე სხვა ხალხებისგან გატაცებული ბავშვები და რითი იყო ეს განპირობებული ისეც კი იყო რომ ზოგ შემთხვევაში არა ქართველს ასაღებდნენ ქართულად რომ მეტი ფული აიღოთ კი ხო ეგეც ის არის რა ქვია გავრცელებული არის რომ აი ქალებს მაგალითად არა ქართველებს ქართულ ქალებთან ერთად აცხოვრებდნენ რომ იმათ რაღაცა ფრაზები ესწავლათ ქართული და მე ეთქვათ რომ ქართველი ვარ და ქართულად გაეყიდათ. ანუ ეგეთი რაღაცა გამიგონია. ხო, აი მან ესე უკაცრავად რა გაწყვეტინე და ეს რა გამახსენდა იცი და თუ შენ რომ მოყევი რომ ეხლა როდესაც მისიები იყო ავანეთში და ერახში ქართული დროშით რომ გადიოდა პატრული რომ ისა რა ქვია პატრიოტები აი დაახლოებით იგივეა რა სულ მიმიკრია ხდება. უკაცრავად ამ იმისთვის ჩარევისთვის. გოგი, გააგრძელე რა. ხო, ანუ აი შარდენს აქვს ძალიან ისე კარგად აღწერილი მე-17 საუკუნეში ცნობილი მოგზაური შარდენი რომელიც საქართველოს ჩამოვიდა და საფრანგეთში გამოსცა წიგნები თავის მოგზაურობაზე მათ შორის კავკასიაზე და იქ იძახის რომ ყველაზე ლამაზი ადამიანები ვინც კი მინახავს საერთოდ არიან ქართველები როგორც ქალები ისე კაცები და რა მთელი გვერდები აქვს აი ამ ქართველების აღწერით თუ როგორ თვალწარმტაცი ადამიანები არიან საქართველოში და როგორ ზოგადად კავკასია არის აი სილამაზის აკვანი ასე ვთქვათ. უკაცრავად ერთ ჩაერთვები სხვა აგზელებს იმას დამოკიდებულებას ტრადიციას ვთქვათ ალექსანდრე ძიუმა თბილისში რო იყო ისაც ძალიან აკებს ქართველებზე გარეგნობას და მე კიდევ მე-20 საუკუნეში უკვე სტეინბეკის ის რომანი რუსული დღიური რა შეიძლება ისაც წერს საპირდაპირ ეგეთი ფრაზა აქვს რომ გრუზინსკი მუშინი eta красивое племя ქალებზე აკეთებს მაგრამ კაცებს აკეთებს ხო ეს აი ევროპელები იმას აღნიშნავს ეს 47 წელს იყო რომ ერთი ღიპიანი და სკელი ქართველი ვერ ავნახე 47 წელს ეგეთი სურათი იყო არულია კარგად ხო ანუ ეგ ევროპელები ეგრე გვიყურებდნენ და აზიელებიც იმათი გავლენით იყო თუ თავისით ჩამოუყალიბდეთ ეგ ამბავი რომ ქართველები ყველაზე ლამაზია ყოველ შემთხვევაში აი მაგალითად სიტყვა გურჯი რაც ქართულს ნიშნავს ხო არაბულ საზოგადოებაში ზოგადად სილამაზის ეტალონი იყო რა გაიგივებული იყო გურჯი არის ლამაზი და მე იქ უკვე პრესტიჟის ამბავი იყო რა ოსმალეთის სულთანს ისევე როგორც ირანში შაჰს თავის ჰარემში ქართველები უნდა ყოლოდა ანუ ეგ ცალსახა ამბავია ვიცით ის ქართველები ვინ იყვნენ და ამის გამო ყველა ადმინისტრაციას აი პროვინციულ მმართველებს ფაშებს და ასე შემდეგ ყველა ბაძავდა მერე უკვე სულთანს და უნდა რომ ისეთივე ჰარემი ქონდეთ როგორც სულთანს ქონდა შეიძლება სულაც არ მოსწონდა ეს ქართველი ქალები და თქვა თუ ვიღა ეთიოპიელები ერჩივნა არ ვიცი ნაკლებად ლამაზები აქცინი არ არიან მაგრამ ეს იყო პრესტიჟის ამბავი რომ ქართველი ქალი აუცილებლად უნდა ყოლოდათ ჰარემში ესეთი წარმატებულ იმებს რა ქვია მართველებს ფასიც აქედან გამომდინარეობდა რა ქართველზე ჩერქეზზე აფხაზზე ფასი ყოველთვის იყო უფრო მაღალი ვიდრე თქვა სხვებზე ჩვენ ვითვლებოდით თეთრკანიან მონებად იყვნენ აი შავკანიანი მონებით ისინი შინამოსამსახურეებად იყვნენ მოიხმარებოდნენ უფრო ჩვენ თეთრები ანუ მეტად ქართველები ჩერქეზები ვიყავით ესეთი ყველა ძვირფასი ისინი რა ქვია მონები
ქალები. კაცებიც ასევე. ანუ კაცები უკვე მერე რა მოხდა, რომ ძალიან ბევრი ქართველი კაცი, რომელიც აღმოჩნდა ეგვიპტეში, რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებული იყვნენ თავისიანების ჩამოყვანით. ანუ იქ უკვე მერე ეგვიპტეში ქართველები ჩადიან არა როგორც მონები, არამედ როგორც თავისუფალი ადამიანები და დაწინაურებები ხდება იქ. მაგალითად ალიბეი იყო ძალიან ცნობილი აფხაზეთიდან მამლუქი, რომელიც იყო გამგებელი ეგვიპტის, იმან თავის დიშვილი ჩაიყვანა. რამდენიმე შემთხვევა არის, როცა ეს თავისი ოჯახის წევრები ჩაყავთ ეგვიპტეში. მე რაღაც წერილები მაქვს ნანახი, მაგალითად, აი დიღმელები იყვნენ, ლასურაშვილები გვარად და ბეჟიტაშვილები, რომლებიც აი როცა არის აღწერები სოფლის, ხო, აი 1780-იანი წლების დაახლოებით, ვიღაცებს გვერდზე უწერიან მისირში არს, ანუ მისირში, ანუ ეგვიპტეში არის წასულიო. მარტყოფელები, ნორიოელები, აი მარტყოფელები იყვნენ ძალიან ბევრი. იონა ხელაშვილს აქვს პირდაპირ დაწერილი, რომ ეგვიპტეს მარტყოფელები მართავდნენ და იოანე ბატონიშვილის კალმასობა ხუმარსწავლაში იქ პირდაპირ არის თქვა ერთი დიდი პარაგრაფია მოცემული, რომ მარტყოფელები როგორ მართავდნენ ეგვიპტეს, რომ როგორ უყვარდათ ერეკლე მეორე, გიორგი, როგორ ახლოს იყვნენ სამეფო ოჯახთან, როგორ მათ ზღვენს უგზავნიდნენ. ანუ ეს მარტყოფელები საკმაოდ ბევრი არიან და რაღაცა სიგელბურჯებიც არის შემორჩენილი და ანდერძები სადიდან ჩანს, რომ მარტყოფელები მიდიმოდიან, აი ჩადიან ეგვიპტეში, ჩამოდიან, აი ერთი არის მაგალითად გაბრიელ თუშმანიშვილზე. თუშმანიშვილების ციხე დღემდე არსებობს ფოტოშორის მარტყოფი. რომ გაბრიელ თუშმანიშვილმა თავი გადასდოს სასიკვდილოდ, სამჯერ მოიარა მისრიო, ანუ სამჯერ ჩავიდა. ეხლა იმ პერიოდში სამჯერ ეგვიპტეში წახვალ, ხო, ნუ ალბათ სასიკვდილით თავის გადადება, ძალიან ხიფათიანი გრძელი გზა არის. იქ სად რა დაგემართება არ იცი, მაგრამ ნუ ეთყობა იცოდა ვისთანაც მიდიოდა, ვისთვისაც მიდიოდა და იქიდან ფული მოქონდათ, იარაღი მოქონდათ, ტანსაცმელი მოქონდათ, წერილები მოქონდათ. და ვიღაცები რჩებოდნენ კიდევაც. გოგი, აი მან გაჩნდა ესეთი კითხვა რა, ეხლა შენ ამ წერილებზე ქონდა აწყობილი დღევანდელი საუბარი და კავშირებზე და ეხლა სხვა მასშტაბით დავინახე მე პირადად, მაგალითად, აი ეს რაც თქვი, რომ 18-დან 12 რო ქართველია და დანარჩენიც კავკასიელები არიან და შენ ახსენე სიტყვა ქართულ კავკასიური მაფია. ეს კავშირი საქართველოსთან რამდენად აი როგორი ტიპის კავშირი იყო რა, ისიც კითხი რომ ელექტრე მეორე ძალიან უყვარდათო. ანუ ეს იყო რაღაცა პირადი თქვა, აი როგორც წინა გადაცემაში დათო მოიყვანა წერილი დედას თუ რაღაცა ცოტა უფრო როგორ გითხრა ეხლა აი პოლიტიკური კავშირიც არის ან რაღაცნაირი უფრო სერიოზული რამე ურთიერთობა არის თუ ეს რაღაცა პიროვნულად და სოფლის დონეზე ჩერდება. ხო, ანუ მაგაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ თუ გვაქვს წყაროები ამისი რა. ეხლა ერთადერთი წყარო, რომელიც აი პოლიტიკურ კავშირებზე საუბრობს, არის მაქსიმე კაჭკაჭიშვილი, ესეთი არტილერისტი იყო ერეკლესი, რომელიც რუსეთშიც მოღვაწეობდა, ერეკლესთანაც კავშირები ჰქონდა და ერეკლემ გააგზავნა ეგვიპტეში და სხვა შორის ეთიოპიაშიც რა, როგორც თავისი ელჩი. მოკლედ ეს მაქსიმე ჩადის ვიღაც თავის რომელიღაც ნათესავ ბეგთან, აი ვინ არის ზუსტად არ უწერია სამწუხაროდ, ამიტომ იმ ბეგის გვარიც არ ვიცით, მაგრამ ერთ-ერთი კაჭკაჭიშვილიც იქნებოდა. და ეს არის პერიოდი, როცა 1786 წელს იწყება ოსმალეთის სადამსჯელო დიდი ოპერაცია ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ, იმიტომ ისინი იყვნენ თავზე გასულები, იბრაჰიმ ბეი და მურად ბეი ორივე ქართველი მურადზე წერია რომ არის თბილისელი, იბრაჰიმი აგერ მარტყოფელი, აღარ უხდიან უკვე წლების განმავლობაში ხარკს ოსმალეთს, ფაქტიურად აჯანყება გამოცხადებული და ოსმალეთმა ამ დროს გადაწყვიტა რომ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყოს ამათ წინააღმდეგ. ეხლა ამ ოპერაციაში ოსმალეთის მხრიდან ასევე ქართველები არიან ჩარეულები. ერთი არის ჰასანბეგი, კი არა, ჰუსეინ კაპუდან-ფაშა, რომელიც არის ფშაველიდან, სოფელი ფშაველიდან. სომეხი იყო, ესე წერია, მაგრამ ქართულად ლაპარაკობდა სიბერეშიც კი. მისი ადიუტანტი არის ასევე ტუნისელი ქართველი ისმაილი, რომელიც მასთან იყო ჩასული და კიდე ბევრი ესეთ გენერალიტეტში ქართველები იყო საკმაოდ ბევრი და რაც თავარია კიდევ ერთი ისმაილ ბეი, რომელიც ასევე ქართველია და ეგვიპტეში იყო და ნუ ამ მურადმა და იბრაჰიმმა განდევნეს. მოკლედ ეხლა რა ხდება, რომ ან კაჭკაჭიშვილს თხოვენ მედიაციას რუსეთთან.
ერეკლეს მიერ გაგზავნილ ელჩს, რომ შენო რადგანაც საქართველოს მფარველობა მიიღო რუსეთისგან, ანუ 93 წლის ამბები, გიორგიევსკის ტრაქტატი და რაღაცები ამათმა კარგად იციან, უკვე ინფორმირებულები იყვნენ, ეთყობა მიმოწერაც იყო რა, ერეკლეს და მათ შორის ეს წერილები დაკარგულია, მაგრამ ნუ ეთყობა ისეც ეუნებოდა თქვა რა პოლიტიკური სიტუაცია იყო, რა მიმართულება ჰქონდათ, იმიტომ საერთოდ მტერი ყავდათ რეალურად, ხო, ოსმალეთს ებრძოდა ესენიც ეს მამლუქების და იქიდან ერეკლეს რა თქმა უნდა ოსმალეთს ბუნებრივია რაღაცა სიტუაციურ მოკავშირეს ეძებენ რა. კი, და აი ამათაც უნდათ რომ ჩვენც გვინდა რომ რუსეთის მფარველობა ვითხოვოთ. აი ამ კაჭკაჭიშვილს თხოვენ ზუსტად რომ მოდი დაგვეხმარო რუსეთის მფარველობა მოვიპოვოთ. ნუ ამ იქ ძალიან რო არ მოვაწყინო მსმენელი და ბევრი დეტალების არ გადავტვირთო რუსეთის ელჩმა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეს საქმე ჩაშალა ის კაჭკაჭიშვილი დაიჭირა წერილები გადაუყარა და ნუ მოკლედ აურდაურია სიტუაცია თუმცა მე კი ძალიან ინანე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძალიან აწყობდა ეხა რუსეთს რომ ეგვიპტე მის მხარეზე ყოფილიყო ხო ოსმალეთთან დაპირისპირებაში ამ ხელა საფაშუარი რომელიც ამ ხელა ჯარი ყავს თუ შეუტია რა ვიცი გავა იერუსალიმზე წაიღებს ძალიან მარტივად მაგრამ ნუ აი იმ კონკრეტულ მომენტში ეს აღარ მოხერხდა და ნუ მეერე უკვე ნაპოლეონი შემოიჭრა ეგვიპტეში დაამარცხა მამლუქები გარდა ამისა ეპიდემიები იყო ხოლმე ეს 4-5 წელიწადში ერთხელ და ნუ აი ეს განსაკუთრებით მძიმე იყო ქართველებისთვის იმიტომ რომ იმათ ეთყობა ეს იმუნიტეტი ბუნებრივად არსებული არ ქონდათ როგორც თქვა ადგილობრივ მოსახლეობას ეკნებოდა ხო აი ამ დაავადებების და ეპიდემიების და ესე ძალიან ბევრი ქართველი ამ ეპიდემიებსაც ემსხვერპლა ხო ეხა მოდი რომ იმას ვქნათ რა ქვია უფრო საინტერესო და ინტერაქციული რო იყოს თუ გინდა წერილებზეც მოდი გავაკეთეს ძალიან კარგი საფუძველი შეიქმნა ეხა რაზე ვლაპარაკობს და წარმოდგენა ნამდვილად ექნება სვენელს რომელიც მოგუსმენს და კი ბატონო წერილებს მოკლედ ორი წერილია რომელიც არის რუსეთის არქივებში ეს არის ერთი არის იბრაჰიმ ბეი ალ-ქაბირი აი ცნობილი შინჯიკაშვილი გვარად მარტყოფელი კაცი რომელიც იყო მმართველი ეგვიპტის და ის ნაპოლეონსაც ებრძოდა და მე 1816 წელს უკვე დევნილობაში გარდაიცვალა იმაში სუდანში მაგრამ ძალიან ძლიერი ძალიან ცნობილი აი ნაპოლეონთან ბრძოლების გამო განსაკუთრებით ევროპელებისთვის კარგად ცნობილი ადამიანია და მოკლედ ის იწერება ერეკლესთან ესეთ წერილს რომელშიც გამზადებული გვაქვს რომელია რო არ შემეშალოს აი ეხლავე თუ ეს არის? აი ეგ არის იბრაჰიმ ბეგის წერილი და იბრაჰიმ ბეგის და სულეიმან აღა ანაფი რომელიც იყო ამ იბრაჰიმის დეიდაშვილი. მოკლედ რომ მოყვე სულეიმან აღა ანაფის მამა ძმები და ოჯახი ავალიშვილების ისინი იყვნენ ყმები და ამ სულეიმანმა გაიგო რომ თურმე ავალიშვილი ძალიან ცუდად ექცეოდა სოლომონ ავალიშვილს საკმაოდ ცუდად და ის უხეშად ექცეოდა ამ თავის იმას რა ქვია ყმებს მათ შორის ამის ოჯახის წევრებსაც და სულეიმანი წერს ერეკლეს რომ იქნებო სახას ოყმებად გაიხადო ესენი გამოიყვანო ის ძალიან ცუდად ექცევა და მე უკვე მე ვიცი რომ ამას ყველაფერს მე გადავიხდიო და იბრაჰიმი რომელიც ამის დეიდაშვილი თუ რაღაცნაირად ნათესავი მაინც ეკუთვნოდა იბრაჰიმიც ცალკე წერილს ამზადებს აი ამ საქმის მოსაგვარებლად და ისიც წერს ერეკლე მეორეს და აი ხა პატარათი ესე წავიკრებ ქართლისა და კახეთის მეფე ერეკლეს თქვენი სიკეთის და კარგად ყოფნის დიდად მდომე და მონატრე მისრის შიხ ბალადი იბრაჰიმ ბეგი მოკითხვასა და თქვენის ამაღლებულის თავის საკადრის მოკითხვას მოგახსენებთ მე თქვენი წიგნი მოგვივიდა მანუჩარ კაჭკაჭიშვილის ხელით ეს ერეკლეს გაგზავნილი ელჩი არის დიდად მადლობელი გახლავართ რომ თქვენს წიგნსა და ამბავს არ გვაკლებთ. მე ამას მოგახსენებთ და ჩვენი საუბედრებელი ეს არის თქვენ წინაშე რომ ჩვენის მამის და შვილს სულეიმან აღას შუა მადეგარნი ვართ თქვენთანა რომ ამისი ძმა კანუტიშვილი ივანე ავალიანთ მეითარ ივანეშვილის სოლომონის ყმა გახლავთ. გვესმა რომ ძალასა და უსამართლოს ატნას. იმ სოლომონის ყმობიდან გამოიყენოთ თავის მამულდედოლითა და თქვენ სახაზო ყმად გახადოთ დიდად მადლობელი გახდები. ამის მაგიერი სამსახური ჩვენ უმეტესად გვიბრძანოთ. ვიცით თქვენის კეთილის მოწყალებისგან ჩვენ სრულამდგოლობას და წერილებს მიიღებთ. ამისთვის კადნიერად მოგწერთ. ვითხოვთ წყალობას რომ თქვენი წიგნი და ამბავი არ დაგვაკლოთ. აი ეგეთი წერილია.
და ასევე ამავე საქმეზე სულეიმან აღაანაფი, რომელიც არის დეიდაშვილი ამ იმისი რა ქვია იბრაჰიმის და სულეიმანი იყო აი იმ პერიოდის ეგვიპტის მთელი იმისი მონეტების აი ფინანსური იმისი რა ქვია აი ფინანსთა მინისტრი იყო ეს რა მთელი ფინანსების გამგე იყო წარმოიდგინე რამხელა თანხებზე არის საუბარი და ვიღაცა ავალიშვილი რომელსაც ნუ რა უნდა ქონოდა ხო აი ესე მის მამას და ძმებს აწუხებს და ნუ რა შეწუხდა ეს კაციც რა შეწუხდა ერეკლეს რომ თქვენის ამაღლებას და ბედნიერის ტახტსა სიმდაბლით მოკითხვასა სამსახურს დიდად ნატრსა მოვახსენებთ თქვენი მონა სულეიმან აღაანაფი მე მანუჩარ კაჭკაჭიშვილის ხელით წყალობის წიგნი მექნენით და მოგეკითხეთ დიდად მადლობელი გახლავართ თქვენ ჩვენის მოკითხვისთვის ანუ სწხოვს რომ სამეფო ყმებად აქციოს ესენი ჩვენ საბედნიეროდ გვემსახუროთ ოკეი, ხო არ არის ცნობილი როგორ განვითარდა ეს ამბავი შეუსრულა რეკლამას თხოვნა და რაღაცა და ისი რა არის ეს წერილები არის რუსეთში ხო რუსულ არქივებში არის რა მე ეჭვი მაქვს რომ ერეკლეს ეს წერილები არ მისვლია იმიტომ ეს მანუჩარი კაჭკაჭიშვილმა მე ბევრი იარა კიდე იქ ეთიოპიაში იყო მე ალექსანდრიაში მე ისო კაიროში დაბრუნდა მე სტამბულში იყო რაღაც მე სტამბულიდან მე იმითი რა ქვია ვლახეთით და გადავიდა რუსეთში და აი ერეკლესთან თქვათ აი ამ წერილების შეიძლება კოპიოები სადღაც ვიღაცას გადაუდო და იმან წაუღო ერეკლეს შეიძლება არა მაგრამ ფაქტი არის რომ რუსეთში არის აღმოჩენილი ეს შეიძლება სავარაუდოა რასაც შეიძლება რუსეთი ამ წერილებს შეგნებულად არ უშვებდა ეხლა მის წამკითხავები ნაკლებად ეყოლებოდა რომ გააანალიზებინათ ვინ წერს და რას წერს და არ უშვებდნენ ამ ლაშქარაშვილი იყო ერთი რომელიც იყო აი რუსეთში დაბადებული ქართველი რომელიც ის იყო რა შპიონი იყო იქ იმაში კონსტანტინოპოლში ეжда რუსეთის სამეფოში და მთელ ქართველების მოწერებს ყველაფერს იმაშვება და შიფრავდა რა ეს არა ესე იგი საოცარი მომენტია ნახე რა ესე იგი ბრძოლა თქვათ ოსმალეთის იქითაც ქართველი აქეთაც ქართველი შპიონიც ქართველი რუსთან ქართველი ესე იგი ჩვენ ვაფუჭებთ თვითონ ჩვენივე ყველაფერს რა ოდით რა თაგალდება რა მინდა კითხო გოგი აი ეს წერილი რომ დაწერილია ეს თვითონ დაწერა ქართული იცის წერა კითხვა იცის თუ იმეს და რომ აი რამე ეგეთი რაღაცები ანუ ეხლა ცნობილი არის რომ ამისი мама იყო მღვდელი ეხლა იმ პერიოდის მე-18 საუკუნეზე საუბრობთ ხო ეხლა იმ პერიოდის საქართველოში ვინმე თუ თავისუფლ წელობას დაწერას ასწავლიდა ხო ალბათ მღვდელი იქნებოდა ის ხო სხვა ვერავინ მაგრამ ეხლა რა ასაკში იყო ეს წამოყვანილი და რა სიხშირით უწევდა ეხლა იქ ქართულის წერა მე ძალიან მეეჭვება ეკლესიები იგივე სკოლების ფუნქციას ასრულებდნენ მაშინ საქართველოში ხო ეკლესიები ეხლა მით უმეტეს მღვდელი мама თავისუფლს ალბათ რაღაცას ასწავლიდა რა მაგრამ იცი რა არის აი შევადარე მოკლედ ამისი ხელწერა აი ამ წერილში და კიდე მეორე მინაწერი არის აი მან კიდე ერთი წერილი არის სადაც იბრაჰიმ ბეგის მინაწერი არის სხვადასხვა ხელით არის მიწერილი და არ ამგონია რომ თვითონ წერა ცოდნობდა აი ეს ხო არა ამის შემდეგზე აბა ამის შემდეგი რომელია ნებისმიერი და გეტყვი ვახ ვერ იმოსკენ აი უფრო ფერადები რომელიც არის ეხლა იგივე აი მეცადი ესა აბა ამოვიდეს და გეტყვი ეს იგივე აი ამ აი ეს რაღაცა ირიბათაც აქვს მინაწერი არა იქ სხვა არის თუ გინდა მე ვეცდები და იქნებ იმას ვქნა ჩავდო და ბარემ ის არის შეიძლება აბა თუ გამოვა ეს რაღაცა დაკეცილია ბევრად ისე რო იცოდნენ ჩვენმა მაყურებლებმა რომ ამ სამი კაციდან ერთი ამერიკაშია, ერთი თბილისში და ერთი ბალტიისპირეთში. ვაგრძელებთ ტრადიციას. კი, ნამდვილად. ხო, მოკლედ, იცი რა არის, მაგაზე კიდე მეორე რაღაცაა. აი, ერთი ისტორია არის, ასევე ძალიან ის მივიწყებული და ძალიან საინტერესო, ეგეც ეგვიპტელებზე არის რა.
აი პირველი ქართველი, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთმცოდნე იყო ეგეთი კაცი იოსებ წილოსანი. ალი ამად ეფენდი ესე რქვა ამ კაცს 1802 წელს დაიბადა ლანჩხუთში. მე-19 საუკუნე. ო, გაიტაცეს მე-19 საუკუნის კი? მე-19 საუკუნე? კი. გაიტაცეს იმაში, რა ქვია, ეგვიპტეში. იქ ჩავიდა, გაიყიდა, რაღაცა დაიწყეს ამის გაზდა, აქ უკვე მამლუქები ამოწყვეტილიანენ 1811 წელს მუჰამედ ალი იყო ალბანელი ფაშა ეგვიპტის, რომელმაც მთელ აი მუსრი გაავლა მამლუქებს და რაღაცა ეგ დაიწყო კონსოლიდაცია ამ ქვეყნის, მამლუქებმა ძალიან აურიეს იქ ყველაფერი რა, ერთმანეთი ხო გადაჭამეს და ეს ქვეყანაც შეჭამეს რა და აი ეს ჩამოვიდა და რეალურად აი სახელმწიფოებრიობა შესძინა იმას რა ეგვიპტეს. მოკლედ, ეს საკმაოდ დაწინაურდა ეს პატარა ბიჭი, ეს იოსები და 1830-იან წლებში აი ეს მუჰამედ ალიმ საფრანგეთში გააგზავნა რაღაცა 20 კაციანი მისი რა ქვია ეგვიპტელების პატარა სტუდენტები. რომ იქ რაღაცა საქმე ესწავლოთ ინჟინერია, თანამედროვე რაღაცეები, რომ მე დაბრუნებულიყვნენ ეგვიპტეში და გაეგრძელებინათ რაღაც კარიერა სახელმწიფოს უწყებებში. მოკლედ ეს იოსები ჩავიდა პარიზში, იქ გაიცნო, კი არა, რაღაცნაირად დაუკავშირდა ბროსეს, რომელსაც აჩვენა წერილი, რომელიც დედამისის წერილი იყო რა. აი ამ ბიჭს ახლა საიდანაც ეს წერილი ჩაუვარდა ხელში წარმოიდგინე და იქ ბროსე ნახა, იმ ბროსს გააშიფრნა ეს წერილი, იქ დედა წერსო ჩემოშვილო სოსელო როგორ მომენატრე ნეტა შენი ნახვა შემეძლოს 1000 ადამიანი გაიტაცესო ყველა წერილს იწერება და შენ რა დაგემართავ რომ არაფერს არ გვატყობინებ ერთი წერილი მაინც მომწერებ და ჩავთვლიო რომ ცოცხალი გნახეო. მოკლედ იქ ეთყობა ამან ბევრი იფიქრა და დაბრუნდა საქართველოში ეს წილოსანი. ეგვიპტეში აღარ წასულა, დაბრუნდა დაიწყო თარჯიმანად მუშაობა მთავარ მართებლის იმაში, რა ქვია, კანცელარიაში და საქართველოში გარდაიცვალა შვილები ყავდა ვიღაცები დღემდე არიან, მისი პირდაპირი არ არის, მეგონი ირიბის თავმჯდომარე. მოკლედ ამ წერილის წაკითხვა თვითონ ვერ შეძლო და პროცესს გააშიფრინა. იმის თქვა მინდოდა ამითი რომ კითხვა არ იცოდნენ, ლაპარაკი იცოდნენ. ლაპარაკი იცოდნენ. რაღაცა წერილებიდან ტონით ხვდები რა, რომ აი ეს ადამიანი შეიძლება საიდან ყოფილიყო, აი ერთი წერილია, რომელშიც აი ცოტა რაღაცა კუთხურად ეთყობა, რასაც ამბობდა, იმასვე წერდნენ რა. აი ერთი არის რომ რაღაცას ამბობს, აწე. აი ეს აწე მეთქი რა არის, ყველანაირად ვეძებე და მე მივხვდი რომ ალბათ აი იმ პერიოდში რაღაცა პატარა ის არის რა, რაღაცა იგივე აწი? ხო და აი აწე რაღაცებს იძახის და ეგ ალბათ უფრო დასავლეთ საქართველოს ის არის რა, რა ვიცი, ვანდელი გადმოსახედით, თუმცა შეიძლება ნებისმიერი სხვაც იყოს, მაგრამ დასავლეთ საქართველოსდან წამოსული ადამიანის საუბარს უფრო გავჩემთვის. საინტერესოა ძალიან საინტერესო. კიდე ერთი ამის ამოკრეფა შეიძლება ესე დეტალებზე დაკვირვებით. კი. ერთ პატარა რაღაცას ეს წავიკითხავდა და შეგვიძლია მაშინ მე უკვე კი ბატონო. სხვა რაღაცებს. ხო, მოკლედ. ცნობილი ამბავია კიდე რომ ამ იბრაჰიმ ბეგმა გამოაგზავნა ფული, მაშინ რა ქვია, მარტყოფში ეკლესიის ასაშენებლად. და ეს რაღაც სულ რაღაც ლეგენდად არსებული ამბავი არის და არის 1790 წელს შედგენილი განჩინების დოკუმენტი, სადაც აი ამაზე წერია და ის არის რა, საინტერესო ამბავი არის და ამას წავიკითხავ ასევე. მისირელი არის ეგვიპტე. მისირელს იბრაჰიმ ბეგს მარტყოფში ეკლესიის აღსაშენებლად 44 თუმრის ოქრომ გამოუგზავნია 12 წელიწადია, ანუ 1778 წელს გამოუგზავნია. ამ თეთრის საქმე გამოვიკითხეთ. მოკლედ აქ ის საეკლესიო საბჭო იყო, რომ ვიღაცამ ფული გამოაგზავნა და რა მოხდა, ეკლესია არ არის აშენებული. ამ თეთრის საქმე გამოვიკითხეთ და შევიტყვეთ, რომ ეკლესია არ აღშენებულა და თეთრიც ადგილზევე არის. ჩამოვაყვანინეთ იმ ბეგის ძმა შინჯიკაშვილი ბასილა და ვკითხეთ და იმან საშინელის ღვთის სახელის ფიცით ასე აღვიარა. მე რომ მივალ იბრაჰიმ ბეგმა მკითხაო, ისევ გომურის ეკლესიაში სწირავენ მარტყოფსა თუ სხვა გააკეთესო. მე მომახსენე არა ზემოთ რომ წმინდის ნიკოლაუსის ეკლესია არის, იქ სწირავენ მეთქი და მიბრძანა. დედა ჩემს ხვიქ ასვლა არ შეუძლიან და რა უნდა ქნასო.
მას უკან მკითხა რუსთველი ვინ არისო მე მოვახსენე ენისელთ მოურაბუშვილი კირილე არის მეთქი მე მიბრძანა მე გავაგზავნი ცოტას რას მე თეთრს ეკლესიისთვის რომ ეკლესია ააშენონო და გამოატანა ჩემს სიძეს ბერუაშოს გოგიას 200 ოქრო რომელიც კირილე რუსთველს მიერთვა მე ამ საქმის მოწმეც ვარო მოკლედ აი ამ ოქროს საქმე მე მოიძიეს ნაწილი უკვე გახარჯული იყო და თითქოს 1810 წელს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აშენდა მარტყოფში რომელიც მე კომუნისტებმა დაანგრიეს და ერთი კედელი იყო დარჩენილი და ის კედელი მე 90-იანებში თუ ვაცდები აღადგინეს ну ის აი თვითონ ის ეკლესია რომელიც აი მის ფულით იყო აშენებული უკვე აღარ არსებობს თუმცა არსებობს შინჯიკაშვილების თავდაცვითი კოშკი რომელიც ну ნამდვილად ცნობილია რომ აი ეგვიპტური ფულით არის აშენებული ხო და საინტერესო ამბავია იმიტომ რომ თქვა სულ გონია ხოლმე რომ აი ეს მამლუქები წავიდნენ მაგრამ აი დღევანდელი თითქოს აი დღევანდელობასთან აი ეგ კავშირი აქვს რა რომ ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთ იმას კი იტაცებდნენ მაგრამ ეხლა დღეს თავისით მიდიან მან ფულს უკან აგზავნიან რაღაცეებისთვის რა აი ეგ ეკლესია ააშენეს ციხესიმაგრე ააშენეს ფულს ისედაც აგზავნიდნენ ცნობილია მარტყოფში თქვა რამდენიმე შენობა არის ტანსაცმელი იარაღს რო აგზავნიდნენ ეგეც ამ წერილებში კარგად ჩანს ოკი დღესაც ვაგზავნით ჯარიმების დემონსტრანტების ჯარიმების გადასახდელო კი აი ეგრე არის ზუსტად რა მაშინაც ეგრე იყო აგზავნიდნენ ძალიან საინტერესოა ჩავთვალოთ რომ პირველი ნაწილი ჩვენი სერიისა შედგა რა ვიცი ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო იმედია მაყურებლისთვისაც და უწოდებ მაყურებელს რომ მოგწერეთ აი შეკითხვებიც სურვილებიც აუცილებლად კოკის გადავცემთ და ჩვენ დანარჩენ დაგეგმაში გამოვიყენებთ დათო დიდი მადლობა კოკი ძალიან საინტერესო საგულისხმო იყო და იმ იმედით გემი ვემშვიდობებით თქვენს და ჩვენს მაყურებლებსაც რომ შემდეგი საუბრებიც არანაკლებ საინტერესო და ესეთი შინაარსიანი იქნება დიდი მადლობა და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ეს ჩვენი არხი და გაგვიჭიროთ ხარი მადლობა ყველას მადლობა დროებით დროებით Dario Radio, მუდამ კარგი დავია